Supreme Court. ამერიკის შეერთებული შტატების უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები, რომლებიც ესწრებიან პრეზიდენტი კლინტონი, პრეზიდენტი ბუში, პრეზიდენტი ობამა, პრეზიდენტი ბაიდენი, Vice President Harris, ვიცე-პრეზიდენტი ჰარისი and my fellow და citizens. ასევე The golden მიმართავ age of America ყველა begins მოქალაქეს. right now. ამერიკის ოქროს ხანა იწყება ამ მომენტში. From this day forward, our country ამ will დღიდან flourish მოყოლებული and ჩვენი be ქვეყანა respected again განვითარდება all over the და world. მოიპოვებს კვლავ We will პატივისცემას be მთელი the envy მსოფლიოს of every მასშტაბით. nation, and we will not allow ourselves to be ჩვენ არ taken მივცემთ advantage საკუთარ of any longer. თავს იმის საშუალებას, რომ სხვებმა During გამოგვიყენონ every single უფრო day of the მეტად. Trump administration, ტრამპის ადმინისტრაციის ყოველი დღის განმავლობაში მე ძალიან მარტივად დავაყენებ პირველ ადგილზე ამერიკის შეერთებულ შტატებს. our sovereignty will be ჩვენი returned. სუვერენიტეტი კვლავ აღდგება, ჩვენი უსაფრთხოება The კვლავ scales of განმტკიცდება, justice will be სამართლიანობის მასშტაბები the vicious, დაბალანსდება, violent, and unfair ძალადობრივი weaponization of და the justice უსამართლო department and შეიარაღება government will end. დასრულდება, როგორც თავდობის ასევე სასამართლოს მხრიდან. And our top priority და will ჩვენი be to მთავარი create a პრიორიტეტი nation that იქნება is ის, რომ proud, შევქმნათ prosperous, ერი, and რომელიც free. არის ამაყე, კეთილდღეობით ახსავსე და თავისუფალი. America will soon be ამერიკა greater, ძალიან მალე stronger, იქნება უფრო დიადი, and far more უფრო ძლიერი და exceptional გაცილებით than უფრო ever განსაკუთრებული before. ვიდრე ოდესმე. I return to the presidency confident and ჩემი optimistic. that we დაბრუნება are პრეზიდენტის at the start of კაბინეტში a thrilling უკავშირდება new era of ოპტიმიზმს და national ჩვენ ვიწყებთ success. ახალ წელს A ეროვნული tide of წარმატებისა. change is sweeping the country. Sunlight ჩვენ is ვიცით, pouring რომ over the entire world. მთელი მსოფლიოს And America მასშტაბით has ხდება the ძალიან chance to ცუდი seize რაღაცები და this ამერიკას აქვს opportunity იმის like შესაძლებლობა, never რომ before. გამოიყენოს ეს შანსი But ისე first, we როგორც must be არასდროს. honest about the პირველ რიგში უნდა challenges we ვიყოთ face. გულახდილები იმ გამოწვევების While they წინაშე, are plentiful, they will be რომელიც ჩვენს annihilated by this great წინაშეც გავართ. momentum that the world is now witnessing in the დღეს United მსოფლიო States of America. არის As we ისეთი gather ამერიკის today, our შეერთებული government შტატების confronts მოწმე, a რომელიც არის crisis of დასუსტებული. trust. აქ For many არსებობს years, a radical and დობასთან corrupt აკავშირებული კრიზისი, კორუმპირებულმა extracted power and სისტემამ wealth from წლების our citizens, განმავლობაში while the ძალა pillars of our უფლება society გამოსწოვა lay broken საზოგადოებას and seemingly in complete disrepair. და We now have a government that can manage გაანადგურა even a simple არაერთი crisis at მნიშვნელოვანი home. პროცესი. ჩვენ While ყავს at ახლა the same მთავრობა, time რომელსაც ძალიან stumbling მარტივი into a კრიზისის continuing მოგვარებაც კი არ catalog of შეუძლია საშინაო catastrophic events კრიზისისა abroad. და საგარეო Fails to კურსი protect მიჰყავს our კატასტროფული magnificent მიმართულებით. law-abiding American citizens, but რაც provides არის არა sanctuary მხოლოდ and კატასტროფა protection for dangerous ამერიკელი criminals, მოქალაქეებისათვის, many from არამედ prisons and ასევე სხვა mental ქვეყნის institutions მოქალაქეებისათვის that have თავრობა illegally მუზრუნველყო entered our country თავშესაფარი from all over the world. დამნაშავეებისათვის, We have a რომლებიც government შემოდიან that ჩვენ is given ქვეყანაში მთელი unlimited funding through the მსოფლიოდან. defense of ულიმიტო foreign borders, დაფინანსება but მივეცით refuses to defend American borders or, სხვა more ქვეყნების importantly, საზღვრების its own განმტკიცებას, people. თუმცა, როდესაც Our საქმე country მიდგება can no ჩვენივე longer საზღვრების deliver basic განმტკიცებაზე, აქ services უკვე in times of სახსრები არ არის emergency, as გამოყოფილი. recently shown. უკანასკნელმა სტატისტიკამ გვაჩვენა, North რომ Carolina ჩრდილოეთ treated so badly. კაროლინაში ძალიან ბევრი ადამიანი დაზიანდა სწორედ ამგვარი And other მოპყრობისაგან. states who are still და სხვა suffering შტატები, from a hurricane რომლებიც that ჯერ took კიდე place many იტანჯებიან months ago. ჰურიკანისაგან, Or more recently, Los რამდენიმე თვის Angeles, where we წინანდელი were watching ქარიშხლისაგან, fires still ან tragically ლოს-ანჯელესი, burning. სადაც ხედავთ, რომ From weeks ხანძარი ago, ჯერაც without even მძვინვარებს, a token of defense. ყოველგვარი Raging თავდაცვის through the houses გარეშე and ჩვენ communities, ვხედავთ, even რომ affecting ხანძარი some of the wealthiest მოედო and most powerful ძალიან individuals in დიდარი our country. Some of და them are sitting ძლიერი here right now. მოქალაქეების სახლებსაც They don't კი, have a რომლებიც home ახლა any აქ longer. იმყოფებიან, მათ აღარ აქვთ სახლები ფაქტობრივად გადაიწვა, we რაც can't let this საინტერესოა happen. და ჩვენ არ უნდა Everyone დაუშვათ is ასეთი რამ unable მომავალში. to do anything about it. That's ვერავინ going to ვერაფერს change. აკეთებს. We have a public health system that does ჩვენ not გვაქვს deliver ისეთი in times of ჯანდაცვის სისტემა, disaster. რომელიც More money is კატასტროფის spent on დროს it than any country anywhere in the ვერ world. ფუნქციონირებს სწორად And we have მიუხედავად an იმისა, რომ ჩვენ education დავხარჯეთ system უფრო that მეტი teaches ფული our ვიდრე children ნებისმიერმა to be ქვეყანამ ashamed მსოფლიოს of მასშტაბით. themselves in many cases. ამ ჯანდაცვის To hate our სისტემაზე country გვაქვს despite ასევე the love that we try so გვაქვს ასევე desperately განათლების to სისტემა provide to them. All of this will change და starting რომელიც ასევე დასუსტებულია და today, ყველაფერი and ეს will შეიცვლება change very quickly. დღევანდელი დღიდან. და შეიცვლება ძალიან სწრაფად. My recent election is a mandate to completely and totally reverse a horrible
betrayal. უკანასკნელმა არჩევნებმა all of მომცა these მანდატი, many რომ betrayals that have taken place. ძალიან give ბევრი the ღალატი people აღკვეთა, back their რომელმაც faith, თავი იჩინა და their დაუბრუნო wealth, ადამიანებს their ნდობა, democracy, დაუბრუნო and თავიანთი indeed სიმდიდრე, their freedom. დემოკრატია და რა თქმა უნდა From თავისუფლება. this moment on, ამ მომენტიდან მოყოლებული America's decline is ამერიკა over. აღარ იტყვის უარს საკუთარ ხალხზე. Our liberties and our nation's glorious destiny will no longer be denied. ჩვენი We will თავისუფლება immediately იქნება restore ჩვენი the თავარი მიზანი integrity, competency, და რა and თქმა უნდა loyalty აღვადგენთ კომპეტენტურობას of America's და government. ერთგულებას Over the ამერიკული past 8 მთავრობის years, I have მიმართ. been უკანასკნელი tested 8 and წლის challenged განმავლობაში more than any მე president in უამრავი our გამოწვევის 250 წინაშე year ვიდექი. history. ნებისმიერ სხვა learned a პრეზიდენტზე უფრო lot მეტი along გამოწვევის the way. წინაშე, რომელიც ყავდა უკანასკნელი The 250 journey წლის to განმავლობაში და მე reclaim ვისწავლე, our რომ has not been an easy one, that I ჯერჯერობით can tell you. ეს გზა, რომელიც Those ჩვენი who wish to სახელმწიფოებრიობის stop our განმტკიცებას უკავშირდება, cause ნამდვილად არ არის tried მარტივი. to take my freedom არაერთმა ადამიანმა indeed სცადა to ჩემი take my თავისუფლების ისევე როგორც Just a ჩემი few months სიცოცხლის ago in a წარსულმა, beautiful სულ რაღაც რამდენიმე Pennsylvania თვის field, წინ an assassin's bullet ripped through პენსილვანიის my შესანიშნავ ტერიტორიაზე მახსოვს, But I როგორც felt then, and believe me, ჩამიარა more ტყვიამ so ყურთან. now that my life was saved. დამიზიანა For a ყური reason. და ჩემი I was saved by სიცოცხლე God გადარჩა to make კონკრეტული America მიზეზის გამო, great again. რათა ამერიკა მექცია დიად ქვეყნად კიდევ ერთხელ. Thank you. Thank you. Thank you very much. That is why each day under სწორედ our ამიტომ ყოველი დღე ჩვენი administration ადმინისტრაციის of ფარგლებში American patriots, we will be working to meet every crisis with ვიმუშავებთ, რათა dignity and დავძლიოთ power ყველა and კრიზისი strength. We ძალით will move with purpose and speed ეთილსინდისიერებით, to bring back hope, შევეცდებით, რომ prosperity, დაუბრუნოთ safety, ადამიანებს and იმედი, peace for citizens of კეთილდღეობა, every race, მშვიდობა, religion, color, მიუხედავად and creed. იმისა, თუ American რომელი citizens, რასის January 20th, ეთნიკურობის 2025 წარმომადგენლები არიან is ადამიანები. Liberation ამერიკისათვის Day. 20 იანვარი 2025 წლისა არის განთავისუფლების დღე. It is my hope that our recent იმედი მაქვს, presidential რომ election will be ჩვენი remembered as the უკანასკნელი greatest საპრეზიდენტო and most არჩევნები consequential election ჩაინიშნება in the history ისტორიაში of our როგორც country. უდიდესი As our მნიშვნელობის victory მქონე showed, the entire არჩევნები nation is ამერიკის rapidly ისტორიაში. unifying behind our agenda with dramatic ჩვენი increases in დღის support წესრიგის from virtually ფარგლებში every element of our ფაქტობრივად society, young and ვაერთიანებთ old, საზოგადოების ყველა ელემენტს, ახალგაზრდებს, ქალებსა და ბავშვებს, აფრიკელ-ამერიკელებს, urban, suburban, rural, ესპანური and წარმოშობის very ადამიანებს importantly, we had a და რაც ყველაზე powerful win in მნიშვნელოვანია, all ჩვენ 7 გვყავდა swing states, ძლიერი and ქალბატონები the popular ყველა vote 7 won by გადამწყვეტ millions შტატში და პოპულარული of people. კონსულტაციამა მიმდინარეობდა ჩვენ მოვიგეთ To the black ძალიან and დიდი Hispanic უპირატესობით. communities, I want to შეეხება thank you for the შავკანიან და tremendous ესპანური outpouring of love ეთნოსის and trust წარმომადგენლებს მინდა that you have მადლობა გადაგიხადოთ shown იმ me ნდობისა და with your სიყვარულისათვის, რომელიც We set მაჩვენეთ records, თქვენი ხმის and I will not ჩემთვის მოცემით. forget it. არასოდეს I've heard your დამავიწყდება. voices in the მე campaign, გავიგე and I თქვენი look ხმა forward to working კამპანიის with you დროს და in the years დაგკვირდით, to რომ come. ვიმუშავებდით Today თქვენთან is ერთად Martin Luther წლების King განმავლობაში. Day, and დღეს his არის honor, მარტინ ლუთერ კინგის this will be a დღე great honor. და ეს არის But in his ჩემთვის honor, we უზარმაზარი will პატივი. strive სწორედ მის together საპატივცემლოდ to make his ჩვენ შევეცდებით, a რომ reality. მივაღწიოთ We will make his dream მის come ოცნებას, true. ვაქციოთ მისი ოცნება რეალობად. Thank you. Thank you. National unity is now returning to America, and confidence and pride. ამერიკას soaring უბრუნდება თავისი თავდაჯერებულობა, ისე როგორც არასოდეს. Everything we do, და my ყველაფერი, რასაც administration will be გავაკეთებთ, ყველაფერი, inspired by a რასაც strong ჩემი pursuit of ადმინისტრაცია გააკეთებს, excellence and unrelenting რა success. თქმა უნდა We will დაუკავშირდება not forget our country. წარმატებას. We will ჩვენი not forget ქვეყნისათვის, our ჩვენ არ დაგვაუწყდება Constitution. ჩვენი ქვეყანა, არ And we დაგვაუწყდება will ჩვენი not კონსტიტუცია და forget არ our დაგვაუწყდება God. ჩვენი ღმერთი. Can't do that.
Today I will sign a series დღეს of historic ხელს მოვაწერ executive orders. ისტორიულ With these ბრძანებებს actions, we will და ამ begin the ქმედებით complete ჩვენ დავიწყებთ restoration of America and ამერიკის the აბსოლუტურ revolution აღდგენას of common და sense. ასევე It's all about common sense. ასე ვთქვათ ყველასათვის First, I will რაციონალური declare a ლოგიკის national აღდგენასაც. emergency at our southern border. პირველ რიგში უნდა მივხედოთ ჩვენს სამხრეთ საზღვრებს. All illegal entry will immediately ყველანაირი be halted, არალეგალური and we will შემოსვლა begin უნდა the იქნას process of აღკვეთილი returning და millions უყოვნებლივ and millions და of ჩვენ ჩავერთვებით criminal პროცესში, aliens როდესაც back to the მილიონობით places კრიმინალი from which they დაუბრუნდება came. იმ ადგილს, საიდანაც ისინი We წამოვიდნენ. will reinstate my ჩვენ განვამტკიცებთ remain in Mexico policy. ჩემს დარჩი მექსიკაში პოლიტიკას I will end the practice of მე catch and დავასრულებ release. დაკავებულთა ყისიერად გაშვების And I will პრაქტიკას send troops to the და southern გავგზავნე border to ჯარებს repel the სამხრეთ საზღვრებთან, disastrous რათა invasion of our country. ეს კატასტროფული თავდასხმები აღკვეთოთ ჩვენს ქვეყანაზე. Under the orders I signed today, იმ we will ბრძანებების also ფარგლებში, be რომლებსაც ხელს მოვაწერ დღეს, designating the ჩვენ cartels ასევე as foreign terrorist organizations. მოვნიშნავთ კარტელის წარმომადგენლებს, როგორც უცხოური ტერორისტული ორგანიზაციის წარმომადგენლებს. And by invoking the Da- Alien Enemies Act of უცხო 1798, ტრის აქტის I will გააქტიურობით direct our government to use the ჩემს full მთავრობას and immense მივცემ power of საშუალებას, რომ federal and state law გამოიყენოს enforcement ფედერალური to და eliminate the საშტატო presence of all ძალაუფლება, foreign gangs and რათა criminal აღკვეთოს networks, საგარეო bringing devastating crime ჯგუფების to მიერ US ორკესტრირებული soil, including our კრიმინალი cities ამერიკულ and inner მიწაზე, cities. რაც მოიცავს ჩვენ შიდა ქალაქებს და ასევე გარე ქალაქებს. As Commander-in-Chief, I have no higher responsibility than to defend our country from threats and invasions, and that ჩემი is პირდაპირი exactly მოვალეობა, what რომ I დავიცვა am საკუთარი going to ქვეყანა do. We will do it საგარეო at a level that თავდასხმისა nobody's და ever seen შემოტევებისაგან before. და სწორედ ამას Next, გავაკეთებთ I will იმ direct all მასშტაბებით, members of რომლებსაც my cabinet არავის to არასოდეს marshal უნახავს the vast მანამდე. powers at their შემდეგი disposal ნაბიჯი to არის ის, defeat რომ what was დავამარცხოთ record inflation and rapidly რეკორდული bring down ინფლაცია costs და and რეკორდულად prices. დავწიოთ ფასები და ხარჯები. The inflation crisis was caused by ინფლაციის massive კრიზისი overspending and შექმნა escalating energy მასობრივმა prices. And გადახარჯვამ that is why და today I will ენერგეტიკის also declare a ფასების national ხარჯების energy ზრდა. emergency. We შესაბამისად, will ეროვნული drill, baby, ენერგეტიკის drill. უსაფრთხოების ფარგლებში ჩვენ აუცილებლად გავბურღავთ სხვადასხვა მიწებს, რათა მოვიპოვოთ წიაღისეული. America will be a manufacturing nation once again. ამერიკა And we კიდევ have ერთხელ something that no იქნება other ინდუსტრიული ერი manufacturing nation will ever have. The largest და amount ჩვენ of oil and გვექნება gas of any country on earth. ნავთობისა და ბუნებრივი აირის უზარმაზარი მარაგი და ჩვენ გამოვიყენებთ ამ მარაგს. გამოვიყენებთ. We will bring prices down. დავწევთ ფასებს, Fill our strategic reserves up again. შევავსებთ ჩვენ სტრატეგიულ რეზერვებს And export American ბოლომდე energy და დავიწყებთ all ამერიკული over the world. ენერგეტიკის ექსპორტირებას მთელი მსოფლიოს მასშტაბით. We will be a rich nation again. ჩვენ კიდევ ერთხელ And it is that ვიქნებით liquid დიდარი ერი, gold under our feet რადგან that გვაქვს will help to do it. ხევადი ოქრო In my actions ჩვენს today, we ფეხებთან. will end the Green New Deal and we will revoke the electric vehicle mandate. ასევე ელექტრონული მანქანების მანდატს შემოვიღებთ, რათა გადავარჩინოთ ინდუსტრიამ American auto workers. და შევუნარჩუნოთ ავტომუშაკებს, ამერიკელ ავტომუშაკებს თავიანთი სამუშაო ადგილები. In other words, you'll be able to buy სხვა a სიტყვებით, car თქვენ of your გექნებათ იმის choice. შესაძლებლობა, რომ იყიდოთ We ის will მანქანა, build რომელსაც automobiles in ამოარჩევთ. America again at a rate that nobody could have ჩვენ dreamt possible just a აღვადგენთ few years ამერიკას ago.
And thank you იმ to სისწრაფით, the რომელიც auto ყველასთვის workers of our წარმოუდგენელი nation იყო for უკანასკნელი your წლების inspiring განმავლობაში. vote of confidence. We did და tremendously with ჩვენ ნამდვილად ძალიან გადამწყვეტი უპირატესობით მოახერხეთ არჩევნებში გამარჯვებას სწორედ თქვენი დამსახურებით. საბოლოო ჯამში ჩვენ ვაპირებთ ჩვენი სავაჭრო სისტემის განვითარებას, რათა დავიცვათ ამერიკელი მუშები და ოჯახები. ანუ იმის ნაცვლად, რომ დავბეგროთ ჩვენი მოქალაქეები და გავამდიდროთ სხვა ქვეყნები, გვექნება შესაბამისი ტარიფები და გადასახადები სხვა ქვეყნებისათვის, რათა გავამდიდროთ ჩვენი მოქალაქეები. For this purpose, სწორედ ამ მიზნით we are establishing the external revenue service გარე to collect all საშემოსავლო tariffs, სერვისს duties, მომსახურებას, and revenues რათა შევაგროვოთ ყველა ეს გადასახადი amounts of money და შემოსავალი, flowing into our რომელიც იქნება treasury. უზარმაზარი თანხები From foreign პირდაპირ წასული ჩვენს The American dream will ბიუჯეტში. soon be back ამერიკული and ოცნება thriving like მალე never before. კიდევ ერთხელ To ამოტივტივდება, restore კიდევ ერთხელ confidence and გაძლიერდება, effectiveness to our federal რათა government. ჩვენს ფედერალურ My მთავრობას დაუბრუნდეს ძველი თავდაჯერება. establish the brand ჩემი new ადმინისტრაცია Department შექმნის of ახალ Government დეპარტამენტს, Efficiency. რომელიც ეხება სამთავრობო ეფექტურობას. After years and years of illegal and unconstitutional არასამართლებრივი და არაკონსტიტუციური ფედერალური ძალისხმევების შემდეგ, რომ თავისუფალი გამოხატვის საშუალება შეეზღუდათ, კიდევ ერთხელ მოვაწერ ხელს, რომ გაუქმდეს ყველანაირი სამთავრობო ცენზურა და დაუბრუნდეს თავისუფალი სიტყვა ამერიკის შეერთებულ შტატებს. Never again will the immense power of the state be weaponized to persecute political უზარმაზარი ძალაუფლება აღარასოდეს იქნება იარაღად გამოყენებული პოლიტიკოსების We will not წინააღმდეგ. allow that to ეს არის ის, რაც საკუთარ თავზე happen. It will not ვიწვნე. happen again under my leadership. We ჩემი will ლიდერობის restore ფარგლებში fair, ეს აღარ equal, მოხდება. and ჩვენ impartial აღვადგენთ justice under the მიუკერძოებელ, constitutional თანასწორ rule of და law. თავისუფალ სასამართლო სისტემას კანონის უზენაესობის And ფარგლებში. we are going to bring და law ჩვენ and order back ასევე to our cities. დაუბრუნებთ სამართლიანობასა და სამართალს ყველა ჩვენ ქალაქს. This week, I will also Am end the კვირაში government policy of trying to socially engineer race and gender into ასევე every aspect დავასრულებ of public and თავრობის private life. ჩარევას კერძო და საჯარო ცხოვრებაში სხვადასხვა ასპექტებში, რომელიც ნამდვილად არ არის We will თავრობის forge a კომპეტენცია. society that ჩვენ is შევქმნით ისეთ საზოგადოებას, რომელიც merit-based. რეალურად არ ცნობს განსხვავებულ ფერებს და მხოლოდ შესაძლებლობების და დამსახურების საფუძველზე სცემს ადამიანებს პატივს. კიდევ ერთხელ ამერიკის შეერთებული შტატების ოფიციალური პოლიტიკა იქნება, რომ არსებობს მხოლოდ და მხოლოდ ორი გენდერი, ქალი და კაცი. This week I will ამ reinstate კვირაში any service members who განვამტკიცებ were unjustly ნებისმიერ expelled სერვისის from our წარმომადგენელს, military for რომელიც objecting to უსამართლოდ the COVID გაირიცხა vaccine ჩვენი mandate სამხედრო with ძალებიდან, full back pay. რომელიც მიიღებს სრულ ანაზღაურებას კომპენსაციას ამ ძალისათვის. And I will sign an order და to ხელს stop our მოვაწერ warriors from being ბრძანებას, რომ subjected to radical political theories and social ჩვენი experiments while სამხედრო on duty. მოსამსახურეები It's going to end არ დაექვემდებარონ სხვადასხვა სოციალურ თუ სხვა ტიპის ექსპერიმენტებს. ეს დაუყოვნებლივ უნდა დასრულდეს. ჩვენი შეიარაღებული ძალები იქნებიან მაქსიმალურად კონცენტრირებულნი თავიანთ მისიაზე, რაც გულისხმობს ამერიკის მტრების დამარცხებას. Like in 2017, we will again ზუსტად ისე, build როგორც the strongest 2017-ში military the კიდევ world ერთხელ has შევქმნით ever ყველაზე seen. ძლიერ სამხედრო ძალებს. We will measure our რაც კი success მსოფლიოს not ოდესმე only by უნახავს. the ჩვენ გავზომოთ battles ჩვენს we წარმატებას, არა მხოლოდ but also მოგებული by the wars that ბრძოლების we end, and perhaps most ნიადაგზე, importantly, არამედ the wars იმ we never ომების get into. ნიადაგზეც, რომელიც არასოდეს წამოგვიწყია.
რომლის თავიდან აცილებად შევძელით. My proudest legacy will be that of a peacemaker and a unifier. შვიდობიანი და გამაერთიანებელი პრეზიდენტისა. სწორედ ეს არის ის ტიტული, რაც მე მინდა რომ მოვიპოვო. The hostages in the Middle East are coming back. ყველები ახლო აღმოსავლეთში აუცილებლად განთავისუფლებიან და დაუბრუნდებიან საკუთარ ოჯახებს. America will reclaim its rightful place America as the greatest, most respected nation on earth. მდგომარეობს იმაში, რომ ის არის ყველაზე პატივსაცემი, ყველაზე ძლიერი ერი მსოფლიოში და დაიბრუნებს ასევე ყველა სხვა ქვეყნის პატივისცემას. მოკლე პერიოდში ჩვენ შევქმნით, უბრალოდ შევცვლით მექსიკის ყურის სახელს და დავარქვათ მას American შეერთებული შტატების ყურეს. William McKinley to Mount McKinley where it should be and where it belongs. McKinley ჩვენმა ერთ-ერთმა პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ სწორედ ჩვენ გვეკუთვნის ეს ყურა. პრეზიდენტი McKinley არის ადამიანი, რომელმაც გაამდიდრა ჩვენი ქვეყანა. He was a natural businessman. რადგან ის იყო ბუნებრივად ბიზნესმენი. including the Panama Canal. მისცა ძალიან ბევრი ფული იმისათვის, რომ განეხორციელებინა არაერთი პროექტი, მაგალითად პანამის არხი, რომელიც ძალიან სულელური გადაწყვეტილებით გადაეცა პანამას და დღეს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უნდა დახარჯოს გაცილებით უფრო მეტი ფული, ვიდრე ოდესმე დაუხარჯავს. მან დახარჯა უზარმაზარი თანხები პანამის არხის შექმნაში და ამის სანაცვლოდ მივიღე ძალიან ცუდი მოპყრობა. პანამა ჩვენ დაგვირდა პატივისცემას, თუმცა ეს პირობა დაირღვა. და ეს ამ პირობის დარღვევის შედეგად ამერიკული გემები იხდიან გაცილებით უფრო მეტს, მათ არ ეპყრობიან სამართლიანად, არც ერთი საზომით. ამერიკის შეერთებული შტატების საზღვაო ფლოტიც იგულისხმება აქ, მაშინ როდესაც ჩინეთი ოპერირებს პანამის არხს. უბრალოდ ახორციელებს პანამის არხის ოპერირებას და აუცილებელია, რომ ჩინეთმა დაუბრუნოს ამერიკას პანამის არხი. Above all, my message to Americans today is ჩემი შეტყობინება ყველა ამერიკელისათვის დღეს არის ის, რომ კიდევ ერთხელ დროა, რომ გამოვიჩინოთ გამბედაობა, რადგან ჩვენ წარმოვადგენთ კაცობრიობის ყველაზე მძლავრ ცივილიზაციას და აუცილებელია, რომ წარუძღეთ კაცობრიობას წარმატებისაკენ, ჩვენ ვერავინ შეგვაშინებ, ერთად დავასრულებთ ქრონიკული პანდემიების The United States will once again consider itself a growing nation, one that increases our wealth, expands our territory, და ჩვენ კიდევ ერთხელ ვიქცევით იმ სახელმწიფოდ, რომელიც ზრდის საკუთარ ბიუჯეტს, აძლიერებს საკუთარ საზღვრებს, იცის როგორ წარუძღვეს საკუთარ ხალხს და ჩვენ ამ პასუხისმგებლობას ახორციელებდით იმ მომენტიდან, როდესაც დავსვით პირველი ადამიანი უცხო პლანეტაზე. და დავსვამთ უბრალოდ პირველ ადამიანს უცხო პლანეტაზე, ეს იქნება მარსი. სადაც გავაგზავნებთ ამერიკელ კოსმონავტებს. Ambition is the lifeblood of a great Ambitsia nation. არის And right now our nation is მთავარი ნიშანთვისება და დღეს ჩვენი ერი არის გაცილებით უფრო ამბიციური ვიდრე ნებისმიერი სხვა ერი. ვინაიდან არც ერთი სხვა ერი არ არის ჩვენი ერის მსგავსი. ამერიკა გამოირჩევა ინოვატორებით, მეწარმეებით და ასე შემდეგ. ეს სულისკვეთება ჩვენს გულშია ჩაბეჭდილი. Resounds from within our souls. და ჩვენ ვეძებთ ახალ მიზანს. ჩვენი წინაპრები იყვნენ ადამიანები, რომლებმაც კოლონის და მცირე ჯგუფი აქციეს ძლევამოსილ რესპუბლიკად, რომელიც მოიცავს შესანიშნავ
ტერიტორიებს და დღესაც ვერავინ მიდის ახლოს ჩვენ მიერ შექმნილ სახელმწიფოსთან. ამერიკის შეერთებული შტატები გადაჭიმულია უზარმაზარ ტერიტორიაზე. აქ არის მთები, უდაბნოები, რომელიც მოიცავს ძალიან დიდ საფრთხეებს. დასრულდა მონობა, გადარჩა უამრავი ადამიანი ტირანიისაგან, ამოვიდა მილიონობით ადამიანი სიღარიბისაგან, ჩვენ მოვახერხეთ ასევე ატომის გახლეჩვა, მოვახერხეთ ტექნოლოგიების განვითარება, ასევე შევისწავლეთ მთელი სამყარო და არ არსებობს ისეთი ოცნება, არ არსებობს ისეთი ნაბიჯი, რომლის ასრულებამ გადადგმა ჩვენ არ შეგვიძლია, რადგან ძალიან ბევრი ადამიანი თვლიდა, რომ ჩემთვის შეუძლებელი იყო მეორეჯერ გამხდარიყავი პრეზიდენტი, მაგრამ როგორც ვხედავთ, მე დღეს აქ ვიმყოფები, ამერიკელმა ხალხმა თქვა თავისი სათქმელი. I stand before you now as proof that you should never believe that something is impossible to do. In America, the impossible is what we do best. იფიქროთ რომ რაღაც არის შეუძლებელი. რაღაცის მიღწევა არის შეუძლებელი. ამერიკაში სწორედ შეუძლებლის მიღწევით აღწევთ წარმატებას. From Philadelphia to Phoenix. Philadelphia Phoenixam Chicagodan Miami in Washington DC და Houston-დან Washington-ამდე ჩვენი ქვეყანა შეიქმნა პატრიოტთა თაობების მიერ, რომლებმაც ყველაფერი ჩადეს მთელი თავიანთი ძალისხმევა იმისათვის, რომ ქონოდა ჩვენი უფლებები, ქონოდა თავისუფლება, ესენი იყვნენ ფერმერები, კოვბოები, ჯარისკაცები, პოლიციის ოფიცრები, and let no obstacle defeat their spirit or their pride. არ დაზოგეს საკუთარი თავი, რათა გადაელახათ ყველანაირი წინაღობა. ერთობლივად მათ შექმნეს რკინიგზები, ააგეს ცათამბჯენები, გზატკეცილები, დაამარცხეს პირველ და მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმი და კომუნიზმი. მოიპოვეს ტრიუმფი ყველა იმ გამოწვევაზე, რომლის წინაშეც დადგნენ. საბოლოო ჯამში ჩვენ გავიარეთ ძალიან რთული წლები ამერიკული ისტორიისა და თქვენი დახმარებით ჩვენ აღვადგენთ და განვამტკიცებთ იმერს, რომელიც გვიყვარს და გვიყვარს ძალიან. ჩვენ ვართ ერთი ხალხი, ერთი ოჯახი და ერთი დიდებულიერი. And every child who dreams for their future. ბავშვი, რომელიც ოცნებობს საკუთარ მომავალზე, ყველა მშობელი, რომელიც უფრთხილდება საკუთარ შვილის მომავალს, მე მინდა გითხრათ, რომ თქვენთან ერთად ვართ და სწორედ ერთად მოვიგებთ ამ ომს. გმადლობთ. Thank you. In recent years, our nation has suffered greatly, but we are going to bring it back and make it great again, greater than ever before. Like no other, full of compassion, courage, and exceptional wisdom. Our power will stop all wars and bring a new spirit of unity to a world that has been angry, violent, and totally unpredictable. America will be respected again and admired again. Including by people of religion, faith, and goodwill. We will be prosperous. We will be proud. We will be strong and we will win like never before. We will not be intimidated. We will not fail. From this day on, the United States of America will be a free, sovereign, and independent nation. We will stand bravely. We will live proudly. We will dream boldly. And nothing will stand in our way because we are Americans, the future is ours. ჩვენ ვართ ამერიკელები, მომავალი არის ჩვენი და ჩვენი ოქროს ხანა დაიწყოს სწორედ ახლა. დიდი მადლობა, ღმერთმა დაუწოს ამერიკა. მადლობთ. Thank you very much.